გახშირდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ გამოვიდა გამარჯვებული ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად და ვის მიეცა გარკვეული უპირატესობა არის დაპირისპირება ამ საკითხზე და ამ შეკითხვას რო გავცეთ პასუხი, უნდა გავცეთ პასუხი ზოგადად რა არის ომი. ომი არ არის ცალკე აღებული რაღაც სამხედრო მოვლენათა ერთობლიობა და ის არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ აი ამ სამხედრო განზომილებაში. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსის, პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის კარლ კაუზევიცის ციტატა, რომ ომი ეს არის პოლიტიკის გაგრძელება სხვადასხვა მეთოდებით, ხო? თუ რაღაცა რბილი ხერხებით და დიპლომატიის ხერხებით ვერ აღწევ მიზნებს და ბოლოს იძულებული ხდები, რომ გამოიყენო ესე მკაცრი ხისტი ძალა, რასაც ეწოდება ომი, სამხედრო აგრესია, ხო? ამიტომ ომის შედეგები უნდა განვიხილოთ არა სამხედრო რეზულტატით, არამედ პოლიტიკური რეზულტატით. ანუ რა პოლიტიკური მიზნები მიიღწა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან ამ შემთხვევაში. და ამითი გაიცემა პასუხი. თუ მაგალითად მხოლოდ სამხედრო განზომილებით განვიხილავთ კონფლიქტებს და დავთვლით თუ ვინ უფრო მეტი დრონი ისროლა, ვინ უფრო მეტი რაკეტა ისროლა, ვინ უფრო მეტი ბომბი ისროლა, ვინ უფრო მეტი შენობა დაანგრია, ვინ უფრო მეტი ადამიანი დახოცა, ამ განზომილებით თუ ჩვენ გავყვებით, ჩვენ მივიღებთ არასწორ პასუხებს კონფლიქტის შესახებ. ხო, მაგალითად თუ ჩვენ ასე დავიწყებთ ომების გაანალიზებას, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს ვიეტნამის ომი მოუგია, იგივე კორეის ომი მოუგია, იგივე ავღანეთის ომი მოუგია. იგივე მაშინ შეიძლება იმ პარადოქსამდეც მივიდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომი გერმანია მოუგო საბჭოთა კავშირს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ამ ომში ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი სამხედრო ძალა გამოიყენა და გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა მის ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, ვიდრე თვითონ, მაგრამ პოლიტიკური შედეგი დადგა ისეთი, რომ ეს პოლიტიკური შედეგები ვერ მიიღწა, ხო? იგივე ხა მეორე მსოფლიო ომშიც გაცილებით მეტი სამხედრო ძალა გამოიყენა ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მეტი სამხედრო მოუკლა საბჭოთა კავშირს და მეტი ჰუმანიტარული მსხვერპლი მიიღო საბჭოთა კავშირს, ვიდრე გერმანიამ, მაგრამ შედეგი, ან პოლიტიკური შედეგი სხვანაირი დასრულდა საბოლოოდ, სხვანაირად დასრულდა საბოლოოდ.